ერთ-ერთ კომენტართან დაკავშირებით მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, რომელიც ეხება ორსულობის თვითნებით შეწყვეტას. რადგან აღნიშნული ინფორმაცია გამოადგება არა მხოლოდ კომენტარის ავტორს, არამედ ძალიან ბევრ ქალს, რომელსაც ერთხელ მაინც ჰქონია ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა. პაციენტი სვამს კითხვას, რომ მე მქონდა 4 თვითნებითი შეწყვეტა და არც ერთ ექიმს არ უთქვამს, რომ უნდა გამეკეთებინა ანალიზი ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომზე და თქვენც არ გითქვამთ, რომ ჭირდებოდა ეს ანალიზი. მე ძალიან გამიკვირდა, რადგან იქ სადაც არის 4 თვითნებითი შეწყვეტა, აუცილებელია ჰემატოლოგის კონსულტაცია, რომელიც ატარებს კვლევებს მათ შორის ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომზე. როცა ჩავეძიე ამ ინფორმაციას, აღმოვაჩინე, რომ ეს ქალბატონი ჩემთან იყო მაშინ, როდესაც მას ჰქონდა 1 თვითნებითი შეწყვეტა ანამნეზში. და რასაკვირველია, როდესაც არის მხოლოდ 1 შეწყვეტა ორსულობის ადრეულ ვადაზე, ეს არ მოითხოვს მაგალითად ჰემატოლოგის კონსულტაციას ან რაიმე კვლევას სისხლის შედედების ფაქტორებზე. აქ ისმის შემდეგი კითხვა, რომელიც ამავე პაციენტმა დამისვა. ანუ რა გამოდის, რომ თუ 1 შეწყვეტა გაქვს, უნდა დაელოდო მეორე, მესამე შეწყვეტას, რომ შემდეგ უკვე ჩაიტარო ეს კვლევები? არ ჯობდა, რომ თავიდანვე ჩამეტარებინა ყველაფერი, რომ შემდეგ ეს არ მომხდარიყო. ეხლა კი აი ამ კითხვაზე გავცემ პასუხს. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება და ის ეყრდნობა მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგებს. და ამ კვლევების საფუძველზე ხდება აი სწორედ იმ გაიდლაინების შემუშავება, რომელიც გვაქვს ჩვენ ექიმებს. იქნება ეს საქართველოში, ევროპაში თუ ამერიკაში. სწორედ ამ გაიდლაინების მიხედვით ორსულობის 1 თვითნებითი შეწყვეტის შემდეგ არ არის რეკომენდირებული აღნიშნული კვლევების ჩატარება. ამასთანავე მინდა რომ გაიაზროთ ის სტატისტიკა, რომელიც არსებობს ორსულობის თვითნებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ორსულობა შეიძლება შეწყდეს როგორც მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე, ასევე უფრო გვიან პერიოდში და დაახლოებით 20 კვირის შემდეგ მას ეწოდება ნაადრევი მშობიარობა. ზოგადად ყველა ორსულობები, რომელიც წყდება, მათი 80% ხდება 12 კვირის ვადამდე. ანუ 12 კვირამდე ხდება ყველაზე მეტი რაოდენობით ორსულობის შეწყვეტა. რომელთა მიზეზის დადგენა 50% შემთხვევაში შეუძლებელია, რაც არ უნდა კვლევები ჩატარდეს, მათ შორის ჰემატოლოგიური. იმ ორსულობებიდან, რომელთა შეწყვეტა ხდება 12 კვირამდე, განმეორებითი შეწყვეტა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ 2% შემთხვევაში, ხოლო მესამე შეწყვეტა 1% შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, თუ 98% შემთხვევაში პირველი შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მეორე შეწყვეტა, ან მესამე, სწორედ ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდირებული იმ კვლევების ჩატარება, რომლის შესახებაც მე ვისაუბრე. სამედიცინო პრაქტიკაში მკურნალობა ეტაპობრივი პროცესია და დიაგნოსტიკა ეფუძნება იმ კლინიკურ სურათს, რომელიც გვაქვს კონკრეტულ მომენტში. და ამასთანავე ის დინამიურია, ანუ იცვლება. ამიტომ მიდგომა ნებისმიერი დაავადების, ნებისმიერი პრობლემის მიმართ გამომდინარეობს იმ კლინიკური სურათიდან, რომელიც გვაქვს იმ მომენტში, როდესაც ჩვენ მოგვმართავს პაციენტი. იმედი მაქვს, რომ ჩემი ეს ახსნა, შევეცადე ძალიან მოკლედ ამეხსნა, იქნება გასაგები. და თუ რამე დამატებითი კითხვები გექნებათ, სიამოვნებით გეპასუხებთ.